ზერთის არ გავუშვა. ვუი! აღარ ვარ გაწი. ნახეთ. ესე იგი სველი იმით მოვედი, სულ ფეხები მქონდა სველზე სველი. ამან გავუშვა. ხო და ეს ქუსლიც მომძვრალა. ქუსლიც მომძვრალა. ესე ჩემი გარეცხილები, მაგრამ ახლა აქ დავდო ერთი წუთი და უყურეთ შარვალი რას გავს. დღეს არ უნდა ჩამეცვა. დღეს ბავშვები წავიყვანებ ბაღში და წავედი ქალაქში. მე და ლიკა რესტორანში მივედი, ყველაფერი გავარკვიე, იმიტომ რომ დაწერილი მინდოდა მქონოდა. ხო და აქედან გამომდინარე ფოტოც გადავიღე ჩემ დაწერილს, იქ რაც შევუკვეთეთ იმისას. ხო და მაქვს რა მოკლედ. ეხლა ხელი რომ გამიკეხა ადამ ყავის მანდუღარა წავიხე ჩქავში და შემავამთოს გავაკეთებინებ მეთქი, მაგრამ გუშინ და გზაზე ვიყავით მას გამიკეთებდა. ხო და მოკლედ ჩემმა დედამძვრმა მითხრა აწიო თუ იყიდიო, მე მანამდე რას მოვითმე მეთქი და ვიცი მეთქი სადმე რამეს ავიღებ და გირჩევო რომ სპილენძის ფერი აიღეო და სპილენძის ფერი ავიღე. თუ რა ფერია ეს რა ვიცი, 25 ლარი. ძიმეა. მოკლედ არ ვიცი როგორი იქნება, მაგრამ მოკლედ ვიყიდე და რაც არის ეგ არის. 25 ლარად ვიყიდე ეს, რამდენ ჭიქიანია არ ვიცი. ნახოთ აბა. აპრილში უნდა მივცე ამისი. ლიკას კლასელს გამოვართვი. და წყალი წვეთი არ არის. გასარიცხები მე და დილით ბავშვებს რო ვაჭამე, მანი ფაფა გაუკეთე, მერე ქვავი გავანთავისუფლე, იქ ჩავაგდე. ეს დატოვეს, ეს ამას იქეთ ვერ ჩავაბრუნებდი. მოკლედ გეგა დადის ბაღში, ხო იცით გეგა ადას ყველაფერი აქ იქ ბაღში, მაგრამ გეგასი აქეთ მქონდა წამოღებული, მე არა, თვითონ გეგამ წამოიღო და იქ არ დატოვა, ამიტომ გეგას საერთოდ არაფერი არ მქონდა, არც ახატავი, ყველაფერი ადამ გაუფუჭო და ნისიაზე მინდოდა აღება საკანცელარიოში. ჩვეულებრივად იღებენ გოგოები და ლიკა მითხრა, მე ჩვეულებრივად ვიღებ ნისიაზე უმანდო და მე მეტყვი თუ გინდო და კაი თქო. მაგრამ ბევრჯერ მითქვია თქვენთვის, რომ აი ლიკა მოთხრა გოგოს ნისიაზე უნდაო. ადამიანი რომ იყვყმანებს ან რაღაცა თავს ხერხულად ვგრძნობ, ამიტომაც გუშინ ჩემმა დედამთილმა 5 ლარი დაურიგა ბავშვებს, ეს 15 ლარი გამოვიდა, ჩემმა მამამთილმა ბიჭებს 5 და 10 ლარი ადას. ჯამში რამდენი გამოვიდა? 15 და 20. 15 და 20, 35 ლარი ხო მქონდა. ხო და ესენი ვიყიდე მე დღეს ფული გადავიხადე, იმიტომ რომ რაც გინდა წაიღეო. უცნობები მე ხვეწებიან. სამივე შვილების სიცოცხლეს გეფიცებით, ამას თუ ვტყუოდე, აი ისინი რო ვიყიდე, თებშები და ისინი. მეც მოგცემ ნისიად. ისიც მითქვია ბევრჯერ რომ ვიღაცამ თლად აი როგორ მომცემ მეთქინის ეს როცა არ მიცნობ. გიცნობო, იყურებო, იქედანო, აქედანო და მოკლედ სულ ადამიანებს არ უჭირთ ხოლმე მოცემა და რო იყვყმანებენ, მერიდება ხოლმე და არ ვიღებ. ხეცნამოდა რა არ მეყვარს. ღმერთთან უნდა მაჭირვოს. ხო. და მოკლედ ამაში ფული გადავიხადე. ეს ადას იქ აქვს კიდე დიდიც და გასაფერადებლებიც და მე ეს ორი დავუმატე. გოდეს გეგას ვიყიდე 3 წელი, ისეთ პატარა. პატარას იმიტომ ვყიდულობ, რომ გეგას ჩანთ პატარა არის, იცით? დიდ ჩანთავს არ ვყიდულობ, მომავალ წლამდე მაინც სკოლაში მიდის და
კაი ჩანთას ვუყიდი მერე. ამიტომ თითო პლასტელინებიც ვუყიდე. პლასტელინები ერთხიანი ერთხელში აფუჭებენ, მაგრამ მაინც ვუყიდე. ეს იქ ადასაც ქონდა, მაგრამ შევპირდი შენს გიყიდი მეთქით, ამიტომ ფლომასტერებია და ესენი კარგებია ძვირფასებო. არც შრება, არც არაფერი, ამიტომ ეს ვუყიდე ორივეს თითო სამნახევრები ღირს ესენი. ეს ფანქარი ვუყიდე გეგას 12 ცალიანია, ეს 12-ვე ფერი არის. საერთოდ ამას 24 ცალიანს ვყიდულობ ხოლმე თუ ვყიდულობ ან 36-იანს. ხო, გოდეს ბევრი აქვს, ერთად უყურია. ხო და ადას აქვს ბევრი რო აქვს ეგეთი და გეგას არ ქონდა, ეს ვუყიდე. სელპაკები ესე თითო. ეს ვიყიდე. საერთოდ კარგახანია, ხა არაფერი გამომიწვია, მაგრამ დამჭირდება რამეში მეთქი და მაგიტომ ესეც გეგას ვუყიდე. ერთი ცალი ყურის ჭხირები არ მოქონდა, დამიმთავრდა და აი ესენი ვუყიდე. ყველას მე მგონი 5 ცალი ვიყიდე, არ მახსოვს თუ შევავსე იქ. აი ესენი ვუყვართ. ხო და მოკლედ ეს იყო ძვირფასებო. რაც ფულზე ვიყიდე. ბავშვების ფულით და მერე ბაღში მითხრეს ფოტოები სჭირდებოდათ, გეგასი, თვალების ფოტო მარტო და მშობლების ფოტო. ნუ ჩემი და მუხასი და რამოდენიმე ფოტოა მობეჭდი, რა თქმა უნდა, ერთი მიმაქვს, მაგრამ რომელი წავიღო არ ვიცი. ეს ფოტო ამობეჭდე. ეს მომწონს ძალიან. ეს უნდა მივიტანო. ეს მჭირდება გოდემ ის რო დაწერა იმისთვის, ჩასაწებებლად. ჩემი დედიკო და რაღაც რო დაწერა, მე გავაკეთებ და ჯამში გაჩვენებთ რა გამოვა. ეს ფოტო მიყვარს ძალიან, ჩემი და მოკიტოსია. ხო და ეს ამობეჭდე ჩემი კიდე. ერთი. ანუ ერთი უნდა ასეთი, ორივე ერთად რო ვართ, არ ვიცი რომელი წავიღო, ეს წავიღო თუ ეს. ძალიან მომწონს ეს ფოტო. მოკლედ რომელიმე წავარჩევ, ეს 5 ფოტო ამობეჭდე, 64 ღირდა ესენი. 64. ხო. ესენიც იმ ბავშვების ფულით. მაგით წავედი, გზაც მაგით გავისტუმრე და მოკლედ. ხო, ადას ვუყიდე ესენი, ეს დავიწერე თეასთან, აქ ცხოვრობს თეა. ხო და იმ გოგოსთან დავიწერე აი ესეთი პეპლები ადასთვის. სულ ყიდულობ ადასთვის ხოლმე რაღაცებს, მაგრამ არ იცის მოვლა. ეს ლიკა მაჩუქა. შურღაიანი გამხდარმა გოგომ. იქ თეას გამოართვა და თავისთვის და ჩემთვისაც გამოართვა მოკლედ და ლიკა მაჩუქა ეს. საყურე. ესეთი სულ არ მიწყდება ან რაღაცა და მაგიტომ მე არ მეყიდია. ესეც ადასია. ესენი ორივე ადასია, ეხა ბაღში რო დადის და სჭირდება. მოკლედ ეს იყო ძვირფასებო სულ, მეტი არაფერი. მე მართებს იქ 11 ლარი. ესენი 6, არა, ეს 4, ეს 6 და 1 ლარი მუხას ქონდა მანამდე. ადასთვის ვაყიდიე თმის რეზინები და ლარი მიარქოვდა და 11 ლარი არის ჩემზე ეხლა. მოკლედ ასე იმედია გეგას გაეხარდება. ძალიან გემრიელად რჩებიან ბაღში. ცოტა შემცირდა ომითხრა ორივემ და მე ვუთხარი რომ თუ შეგძირდებათ ხო არის იქ ის რა ქვია ხალხო იმას დენის რაღაცები რო ათბობს. სპეციალურია, თბილისში აქვთ ეგენი. ხო და იქ გათვიმეთქი დედიკო, ყველგან აქვთ. რატო შეამცირნა არ ვიცი.
ეს ჩავულაგებ ჩანთაში. ხო და ეხლა მუხას ვუთხარი, რომ ამ ჩანთაში კიცეკვის სახაცები მიდევს ეხლა, მაგრამ არ ეტევა. მაიკა არ ეტევა მერე. ხო და ვუთხარი, რომ გამოუწერე მეთქი ბიჭებს ცეკვისთვის. თითო ჩანთები რო გქონდეთ. ხო და მერე რამე სპორტსაც დაუმატებ გეგას. რომ იაროს სპორტზეც სკოლის დროს უკვე. ეხლა ერთს ჩაუდებ. ამას სათლელს, ამას საშლელი ქონდა და მოვიძიებ, აქ იქნება სადმე და ესენი ამას. ეს შევინახავ. გოდეს არ ჭირდება ფლომასტერები და მაგიტომაც არის, რომ არ იმავშვები ეს ფანქარი და ერთი ცალი სელპაკი აგერ გქონდეს. ეს გოდეს ჩანთა იყო, გახსოვთ. წყლის ბოთლები მინდოდა. ეს არის არ მახსოვს ვისი ასაკისა. ეს სულ არ ვიცოდი, რომ იხსნებოდა, სიმართლე რომ მითხრათ. ხო და არ მახსოვს, მე მგონი გოდესიან გეგასია, ზუსტად არ მახსოვს. მაგრამ აქ ნაყიდია და მე მგონი აქ ნაყიდია. ან გეგასია, ან გოდესია, ზუსტად ვიცი, რომ ადასი არ არის. ხო და ამით გავატანე წყალი. ნახეთ, დაუვარდა ალბათ. ღმერთო. ნახეთ. აი ასე არ შვრებოდა. დაუვარდა ალბათ და რაღაცა დალეწა. რამდენი წელი ამას ვინახავ, თერმოჭიქა არის ჩვეულებრივად. რამდენი წელია ვინახავ, ერთი თხით გავატანე ბაღში, მეტი არა. დედა უტირა. არ მქონდა 1000-თვის ბოთლი. გეგასიცა გატეხილია, აქ მოტეხილია, გვერდებზე არაფერი არ აქვს. დღეს მივედი და ესენი საწავიღო მეთქი სასირცხვილოდ და უნდა გადავყარო და ისა შენი დედავატირე, ეს ვისთანაც ვიყიდე. ნინოს ვუთხარი, რომ აპრილისთვის რომ მოგცე ისე, თუ მომცემ მეთქი, 2 ბოთლს კიდე გამოგართმევთქო. გოდეს აქვს თავისი და მოკლედ გეგასთვის და ადასთვის მეთქი, ოღონდ ისეთი საწრუპიანები და მოვიტანო მეო. გამოწერილი მაქვს და უნდა მომიტანო ამ დღეებშიო და 1-3 დღე უნდაო და კაი მეთქი ხა ამ კვირას გადავიტან. ბოთლებით, პლასმასის ბოთლებით გავატან და მე არ მინდა ეს პლასმასი მაგიტოა, რომ ის თერმოჭიქები იქ იყო, მაგრამ მაგიტომ არ ავიქე, თორე იქ ქონდა იმ ქალს. ესენი სადაც ვიყიდე ხელზე ფულზე. ეხლა კიდე ხელოვნების წიგნს ვერ პოულობ. ალბათ სკოლაში დატოვა, კოდექსი. გავართხილე დედიკო, ისქენი მეთქი, მოძებნე მეთქი. ქალაქში რომ მივდიოდი მაგიტო და რომ დროულად არ დაბრუნებულიყავი, ტელეფონი გავატანე სკოლაში. ოღონდ არ თქვა მეთქი, რომ გაგატანე დედიკო, ჯიბეში ჩაუდე, ყურადღებით იყავი, არ დაკარგო, ბავშვებს არ აჩვენო, იმიტომ რომ მე მასწავლებელი არ გაგიბრაზდეს, რატომ მოიტანე ტელეფონი, არ დამეთქო, მხოლოდ უბრალოდ ჯიბეში გედოს მეთქი, რომ გაკვეთილები რომ დამთავრდება და გამოხვალ კლასიდან, დამირეკე, რომ დედიკო მოვდივარ სახლში ხარ, მეტი არაფერი არ მინდა მეთქი. მაგიტო გავატანე. იმედია გაუფრთხილდება იქ არ მოიღებენ და საყვედურს არ მივიღებ. იმედია.
ესეთი ამბები. ეხლა სარეცხის მაგალ რომ ხმარო ისმის როგორ მუშაობს, კაცო? ჩემთან არა. არა, მე მგონი სარეცხის მანქანის. მოკლედ ეს. ამიტომ 12-ში დაბადების დღეზეა დაპატიჟებული გეგა. ოღონდ ეგ თქვით თქვენ, რომელი საათისთვის თორე კი წავიყვან, მაგრამ რომელი საათის ვიღაცის ქონია გეგა. დაიცა, ეს ორიგინალია? მუქი ფერით რა მოწერილი? ან რატომ მე არ მახსოვს? თან ჩემი პირადობაც. წამალი დრამინა სულ მიდევს, იმიტომ რომ მე მოკლედ გაიცად. ორიგინალი არ მგონია მაგი რო იყოს. ეხა ეგეც საფიქრალი რა ვუყიდო ბავშვს საჩუქრად რომ მოეწონოს. იმიტომ რომ აი ისეთი რაღაცის გაგება არ მესიამოვნება და არც არ არის სიამოვნების, კი ბავშვები არიან, მაგრამ ეს არ მომეწონა რო იყვიან. ამიტომ არ ვიცი რა უნდა ვაჩუქო ბავშვს. მართლა გეუბნებით შემდგომ. როდინდელი ბლოკნოტი რამდენი წლისაა? 2020. ხო, ესენი დაბადების მოწვევებია ჩემი. ქორწინების დაბადების მაინტერესებს ის ორიგინალი ხო არ არის. იმიტომ რომ აგერ ამაცეც შავადაა მოწერილი. გოდერძი. რანაირი მოწვევა? სულ არ მომწონს მე თუ მკითხავთ ხალხო. ადა ჩანგელია. თეონა კვარაცხელია, უფროსი სპეციალისტი 0. რა არის ეს ვერ გავიგე. ისეთი არაა იქ. მერთო დიდებულო. ნახეთ, ამას სულ სხვა აქვს. და ამას არა აქვს. აი, ამას არა აქვს. აბა, გეკასი. არც გეკასას არა აქვს. ვერ გავიგე. სუსტად ერთნაირია ესეც და ესეც. კარგი, რაც არ მეგარი. ქსერვასია ალბათ. მაგრამ ადარო, ალბათ შეიცვალა მაგ დროს, იმიტომ რომ დოკუმენტი არის ელექტრონული სააგენტოს ვებ გვერდზე, შესაძლებელია გადამოწდეს ინფორმაცია მოქმედია თუ არა მოწმობა ამ დოკუმენტის ვებ გვერდიდან. ჩამოტვირთვა შესაძლებელია რაღაცა ნომრით 1 წლის განმავლობაში. მანამდე არ შემიმჩნევია, არ დამიხედია და არც არაფერი. აჰა. ნახეთ. ნახეთ. ახ, ეს ჩვენი მეორე არის ქორწინების მოწმობა. ხო.
ხო, მეორეა ეს. მეორეა და ამასაც იგივენაირად აქვს, ესე იგი. ალბათ ესე იყო საჭირო, რა ვიცი, მოკლედ, რაც არის ეგ არის. ეს რაღაც საბუთებია, თუ ქსეროასლები ადასი თხოვეს, აი, მივიტან ამას. სახლში მაგ მეთქი ქვეყნის და გეგასიც რო არ მომთხოვონ მივიტან, ქემაინც მიტანილი მექნება. აი, კიდე მეორე ადასას მივიტან და გოდერძია რა. გოდერძია. აი, თითო-თითოს მივიტან. ეს იქნება გეგა კიდე. არა, ჩემი. სულ ვინახავ. აი, რეცეპტებსაც კი რომელიც ჩემი შვილებისთვის კარგად მოქმედებს სწავლები, აი ეს ვინახავ ხოლმე. პანკრეატინი, ბლუდიდეკი, ფულმოგასტი. ეს პანკრეატინი მაქვს 15 დღე პერიოდულად 2 თვეში ერთხელო და რატომ ვერ გავიგე ეს ხველების დროსო. აი და მაქვს ეგ წამალი, მაგრამ მივცე, არ ვიცი, გოდეს ახველებს და მივცევითო? ერთი აბი ორჯერ ჭამის დროს. 15 დღე პერიოდულად 2 თვეში ერთხელ. არ ვიცი, მივცე, გოდესია მაგით გამოწერილი. Ецетинини. Ვიდეო პულმოგასტი. მოკლედ არ ვიცი ხალ მივცე, მაქვს ეგ პანკრეატინი. ეს სინამდვილე გამომიგზავნა. შენახული მაქვს. და აქაც არა. ეს ის არის ჩემ ბეჭდის ასლო ვიხდი. კალიცოსას რო ვიხდი განვადებით ის არის. ცხრილი. მოკლედ ეს კაი, ამათ მივუტან 2 არის ადასი და 1 გეგას. მაინც მივიტან. გეგა არ უთქვიათ ადამითხრეს, მაგრამ მიტანილი მექნება. კიდე მაგ ოღონდ სადმაქვს არ მახსოვს იქ მუხასიმებთან მაგ მე მგონი და მეზარება ეხა მოძიებას. ჩავიდებ ამათ ჩანთაში, ეს აქ მქონდეს რო არ დამავიწყდეს. ეს სულ ჩანთაში მიდევ სულ ყოველთვის, სადმე რომ მივდივარ, წაცებ ხელს სულ ჩანთას და იმავშვები. მიმაქვს. და ემთხვეოდეს 5 საათიდან ის დაბადების დღე, რა ვქნა ბავშვები ვის დაუტოვო, არ ვიცი. არ ვიცი. დავაკვირდეთ. ჩემი პირადობა უნდა ჩავთო. მოკლედ იმის ფულს ვაგროვებ. მე ალკოჰოლის შესატანად, ანუ რამე ვისკი ან რაღაც რესტორანში, რუაში. ხო და 20 ლარი მაქვს მაგის. ჯერჯერობით ჩემი და შორესი. ალკოჰოლის და ტორტისთვის ვაგროვებთ 10 ლარს. გოგოები, 20 გოგოები. ტორტი შეუკვეთიათ. ტორტიკოში მე მგონი. არ ვიცი, ტორტიკოსი იქ ძალიან პატარა ტორტებს აცხობენ ზვირად და გვიყოფა თუ არა, მაგრამ შეუკვეთიათ და დამანებეთ არის.
რაც იქნება, ეს იქნება, ერთი ნაჭერი მაინც ხო შემხვდება. ეხა მე მაგალითად რომ წავიხე იქ ტორტი და შევიტანე, რამდენიც ვიყავით, იმდენ ნაჭერი დავჭერი, რამდენიც ვიყავით, იმდენ ნაჭერი დავჭერი და ცოტა მოუტოვე იმათაც მივეცი. ჭამეთ მეთქი. სენაგელებში რო ვიყავით. ეხლა არა ჩემ დაბადების დღეზე მე არ დამიჭრია, ჩვეულებრივად თვითონ დაჭრეს იმათ, მაგრამ აქეთ არ წამომიღია ტორტის არაფერი, მოხამ სადღაც 2 თუ 3 ნაჭერი იყო და დავტოვე არ ამეღია. ხო და რაღაცები კი წამოიღო, რაც მარჩა. მოხამ მე არც შევსულა რაც არაფერი. ხო და იმიტომ რომ ჩვენ ადრე წამოვედით, ანუ ორჯერ დაგვჭირდა ტაქსი. მე გოგოები, ჩემი ძმა, რძალი და ისინი მერე წამოვიდნენ. მოხდა ისინი. გოდეც კი დავტოვე. გეგა და ადა წამოვიყოლე მე. ხო და ეხლა რა ვიცი იქ როგორ იქნება, არ ვიცი. ფიქრობ ჩვენ დავჭრით, ჩვენ თვითონ დანას ჩავიდებთ ან რამე სიჯობია და უფრო გავანაწილებთ. და ის ჯობია რა, დრო დაიდებ და ანაწილებ, თვითონ თებშზე დაუდებ პირდაპირ ადამიანს. ისი გავაკეთე მაშინ მე იქ. ხო და ისე. წავედი ახლა და გემშვიდობებით ესეთი იყო ჩემი დღეს. არაფერი გამათბობდა არ მეგონა, რა ვიცი, გავთვლებოდი არ მეგონა მართლა. ეხა ისინიც უნდა გავფინო და სად გავფინო აზრზე არ ვარ, იმიტომ რომ ერთმანეთზე მაქვს გადაკიდებული, რაც მოვედით, სულ რეცხვა, სულ რეცხვა, წუხელ გავრეცხე 4ჯერ. 4ჯერ ავამუშავე მაგ. სულ ერთ თოქზე მიგიდია ყველაფერი. ასე რომ იმას სად დავკიდებ, რას ვიზამ არ ვიცი, მე მგონი აქ დავამწკრივებ. კარმასთან რომ გაშრეს მალე. სკამებზე გადავფენა რა, მე რა ვიცი, მე აქ რომ მივუშვებ ძალიან ადვილად გაშრება. წავედი ძირფასებო, დროებით და გემშვიდობებით, ეხა გოდე მოვა დღეს 2-ის მერე. 3 წუთებისთვის. ოთხშაბათი არის დღეს, ცეკვა გვაქვს 6-ზე. და აქ უნდა დავტოვო, ვერ იმას ვიზამ. ვერ წავიყვან ძალიან ცივა. ლელა წერწუმია ყოფილა გუშინ სენაკელებში, დღესაც არისო. მალეც ვერ იღებდა ბილეთები 100 ლარი და კიდე მეტი. ხო და ამიტომ ლაივი ქონდა ვიღაცას ჩართული იქიდან მოვისმინე. იმ დარბაზში იქნებით ჩვენც 8-ში, მაგრამ მაშინ ვიღაც ხვები არიან მოწვეულები. თუ სტუმრად მოდიან, არ ვიცი, მაგრამ ვიღაც 3 გოგო და 1 ბიჭია. მოკლედ, ჩავთავ ლაივს. 7-ის ნახევრის მერე იქ ვიქნებით და ასე რომ თქვენიცით ეხა გაფრთხილებულები მყავხართ. იმიტომ რომ რო ჩავთე დაბადების დღეზე არ იყო ბევრი ადამიანი, სადღაც 100-მდე, ზოგჯერ 100-საც უჩვენებდა, მაგრამ ზოგჯერ უფრო ნაკლებსაც და მოკლედ ისე. თუ ვინმეს გინდათ ყურება, 8-ში ლაივი მექნება. წავედი ახლა, ბედნიერ დღეს მშვიდობიან და პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას.